მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ იმყოფებით ფუმფულას სახზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არ მოიწყენთ. დღევანდელი ამ ვიდეოს თემა იქნება შეთქმულების თეორიები. ბევრ ცნობილ მოვლენას საზოგადოების მხრიდან მოყოლია უამრავი ჭორი და შეთქმულების თეორია, რომლებიც მას სულ სხვანაირად წარმოაჩენენ. როგორც წესი, ადამიანებს უყვართ შეთქმულების თეორიის შეთხსვა და შემდეგ ამის გავრცელება. და ყოველთვის ხდება კითხვა, ეს სიმართლეა თუ ტყუილია. დღეს მე მოგიყვები რამოდენიმე შეთქმულების თეორიის შესახებ და შენ კომენტარებში დამიწერე, რა სული ეს სიმართლეა თუ ტყუილია. ჩვენი შეთქმულებების სიის ლიდერი და ნომერ პირველი წევრი არის 9/11-ის ტრაგედია. არსებობს თეორია, რომ 2001 წლის 9/11-ის ტრაგედია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ იყო დაგეგმილი. 2006 წელს ოჰაიოს უნივერსიტეტმა გააკეთა კვლევა, რომლის მეშვეობითაც დადგინდა, რომ ამერიკის მოსახლეობის მესამედზე მეტ ჯერათ, რომ იმდროინდელ პრეზიდენტს ჰქონდა ინფორმაცია ამ ტრაგედიის შესახებ, თუმცა მან არაფერი იღონა ამის შესაჩერებლად და მეტიც ისინი თვლიან, რომ მან თავადვე მიიღო მონაწილეობა ამის დაგეგმვაში. ისინი თვლიან, რომ ეს იყო ბუშის მთავრობის მხრიდან გამიზნული ქმედება, რამაც ხელსაყრელი პირობები გააჩნია ცენტრალურ აზიაში ომის დასაწყებად. 2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ისლამურმა ტერორისტმა გაიტაცა 4 კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი. გამტაცებლებმა გამიზნულად დააჯახეს 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 2 სათამბჯენს. შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობაში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა 2 საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარედ მყოფი 2 შენობა. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიაში ველზე ჩამოვარდა. 4 თვითმფრინავის გატაცებით ტერორისტებმა დაახლოებით 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს. ძნელია გჯეროდეს ამ შეთქმულების თეორიის, რომ ბუშის მაშინდელი მთავრობა ამ ყველაფერში გარეული იყო, რომ მათ იცოდნენ რა მოყვებოდა ამ ყველაფერს და თავიდან არ აერიდეს ამდენი ადამიანის სიკვდილი. მე ცოტათი გამოგონილი ისტორია მგონია, თუმცა არსებობს რაღაც ლოგიკა იმაშიც, რომ მაშინდელმა ბუშის მთავრობამ ეს გამოიყენა ომის დასაწყებად ცენტრალურ აზიაში. და მათთვის ეს იყო უბრალოდ მიზეზი იმისა, რომ ომი დაეწყოთ. როგორც ჩანს, ამერიკელებს ძალიან უყვართ შეთქმულების თეორიები და ეს შეთქმულების თეორია მახსენებს კიდევ ერთ შეთქმულების თეორიას, რომელიც ამერიკელებთან არის დაკავშირებული. არსებობს ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ჯერათ, რომ პერლ-ჰარბორის თავდასხმა დაგეგმილი იყო და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს ყველაფერი წინასწარ იცოდა. მათ სადაზვერო ჯგუფს ჰქონდა ინფორმაცია, რომ იაპონელები აპირებდნენ თავდასხმას, თუმცა მათ ეს თავიდან არ აერიდეს, რადგან ჰქონდათ მიზეზი იმისა, რომ ჩართულიყვნენ მეორე მსოფლიო ომში. ალბათ უმრავლესობამ იცით, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის წინააღმდეგ გამოიყენა ატომური იარაღი. We are now into a completely new era. Perhaps 100,000 people incinerated in seconds. მაგრამ ცოტა მიცის რა იყო ამის წინაპირობა. მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოიყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასეთი მძლავრი იარაღი იაპონიის წინააღმდეგ, იყო პერლ-ჰარბორის თავდასხმა. 30-იან წლებში იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, რასაც წინ უძღოდა იაპონიასა და გერმანიას შორის სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბება. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების გაღიზიანება გამოიწვია იაპონიის აგრესიულმა ომმა ჩინეთთან. 1941 წლის ოქტომბერში იაპონიის გენერალურმა შტაბმა მიიღო ინფორმაცია განეხორციელებინა თავდასხმა პერლ-ჰარბორზე. ნოემბრის ბოლოს იაპონელთა უზარმაზარმა ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა 6 ავიამზიდი, 24 ხომალდი და წყალქვეშა ნავები დაიკავა საბრძოლო პოზიციები. 7 დეკემბერს დილის 8 საათზე 180-მა იაპონურმა ბომბდამშენმა იერიში მიიტანა ფლოტზე. მათი სამიზნე იყო 8 ამერიკული ხომალდი, აქედან 7 მათგანი ნავსადგომზე ერთრიგად იყო ჩამწკრივებული, რაც მათთვის მარტივი სამიზნე აღმოჩნდა. მათ ყველა ხომალდი დაბომბეს, ხოლო 3 ჩაძირეს. საბოლოოდ 21 საბრძოლო ხომალდის განადგურების ან დაბომბის გარდა, იაპონელებმა ამერიკელების 188 თვითმფრინავი დაბომბეს, სანამ მათი უმეტესობა ჯერ კიდევ ხმელეთზე იმყოფებოდა. მხოლოდ და მხოლოდ 3 ავიამზიდი გადაურჩა ამ დაბომბას, რომლებიც წვრთნებზე იმყოფებოდნენ და იმ დროისათვის პორტში არ იყვნენ. ამერიკელების იმდროინდელი დანაკარგი 2403 სამხედრო მოქალაქეს წარმოადგენდა, ხოლო 1178 კი მძიმედ იყო დაჭრილი. იმავე პერიოდში იაპონელებმა კოორდინირებული თავდასხმით თითქმის მიწასთან
გაასწორეს ამერიკის შეერთებული შტატების ფილიპინის საჰაერო ძალები. ამ ყველაფრის შემდეგ პრეზიდენტ რუზველტს კონგრესმა მაშინვე მიანიჭა ნებართვა, რომ გამოეცხადებინა ომი იაპონიასთან. ხოლო რამოდენიმე დღის შემდეგ გერმანიამ თავი ვალდებულად ჩათვალა თავის მოკავშირეს გვერდში დადგომოდა და გერმანიამ ომი გამოუცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ მოხდა ის, რასაც უკვე ვისაუბრეთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა უძლიერესი სამხედრო იარაღი იაპონიის წინააღმდეგ. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს შეთქმულების თეორია, რომ ამერიკამ ეს ყველაფერი გააკეთა სპეციალურად. არ ვიცი, რამდენად სიმართლე გონიათ აღნიშნული ფაქტები, თუმცა რაღაც ლოგიკა ნამდვილად არსებობს. თუ გჯერათ ამ ფაქტების დამიწერეთ კომენტარებში და თუ არ გჯერათ, ესეც აუცილებლად დამიწერეთ. არსებობს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თეორია. არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომ პოლ მაკარტნი ბიტლზის ერთ-ერთი წევრი 1966 წელს დაიღუპა, თუმცა მათ ის შეცვალეს პიროვნებით, რომელიც ძალიან გავდა მას და მსგავსი ხმის ტემბრი ჰქონდა. ამ თეორიის მომხრეების თქმით, არსებობს რამოდენიმე არგუმენტი იმისად, რომ პოლ მაკარტნი მართლაც დაიღუპა, თუმცა მათ ეს დამალეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ბიტლზის რამოდენიმე მუსიკაში არსებობს გარკვეული ფრაზები, რომლებიც ამტკიცებს მის სიკვდილს. მაგრამ მათი მთავარი არგუმენტი არის ყველასათვის ძალიან ცნობილი ფოტო, რომელსაც ისინი ასე ხსნიან. ეს არის პოლის დასაფლავების სიმბოლური რიტუალი. ლენონს თეთრები აცვია როგორც სასულიერო პირს, რინგო სტარი შავებშია როგორც დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი, ჯორჯ ჰარისონი ლურჯ ჯინსებშია მესაფლავესავით, მაკარტნი კი ფეხში შველა, როცა დანარჩენ სამს ფეხსაცმელი აცვია. ამასთან მისი ნაბიჯები არეულია. პოლი მარჯვენა ფეხს წინ დგავს, დანარჩენები მარცხენას. მართლა ძალიან საინტერესო ამ ფოტოს მსგავსი ახსნის სტილი. არ ვიცი, ამდენად სინამდვილეს შეესაბამება მსგავსი თეორია, თუმცა ვიტყვი, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ თქვენ შევთ ცოტათი მაინც გამოიწვია ის ემოცია, რომ ეს ფაქტი შეიძლება სიმართლეს წარმოადგენდეს, აუცილებლად დამიწერე კომენტარებში. და დღევანდელი ვიდეოს ბოლო ფაქტი ეს არის ჯონ კენედის მკვლელობა. ამერიკის შეერთებული შტატების 25-ე პრეზიდენტის მკვლელობა 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ადგილობრივი დროით პირველის ნახევარზე მოხდა. იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის ცოლთან, ჟაკლინთან ერთად თავახდილი ლიმუზინით მის ერინებდა სნაიპერმა რამოდენიმეჯერ ესროლა. ოფიციალური ძიება ამ საკითხზე 10 თვე გაგრძელდა და მოხსენება 1964 წელს გაიმართა. დასკვნის მიხედვით დანაშაულში მონაწილე იყო მხოლოდ ლა ჰარვი ოსვალდი. იმის მიუხედავად, რომ ამ მკვლელობის შემდეგ 50 წელი გავიდა, მითქმა-მოთქმა მაინც არ წყდება. კენედის მკვლელობაში სხვადასხვა ვერსიებით ადანაშაულებდნენ FBI-ს და CIA-საც კი. მით ლი ჰარვი ოსვალდი მარტო არ მოქმედებდა. და მეტიც ისინი თვლიან, რომ შეიძლება ის საერთოდ უდანაშაულოც კი იყოს. საქმეს განსაკუთრებით ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ოსვალდი სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჯეკ რუბიმ მოკლა. რასაც შეთქმულების თეორიის მომხრეები თავიანთ სასიკეთო არგუმენტად იყენებენ. ახლა რასაც გიამბობთ, კიდევ უფრო გაამყარებ შეთქმულების თეორიის მომხრეების არგუმენტები. მოკლედ ოფიციალური გამოძიება ამტკიცებს, რომ კენედის მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ერთი სნაიპერი, რომელმაც გაისროლა მხოლოდ ერთი ტყვია და ამ ტყვიას შეარქვეს ჯადოსნური ტყვია. და ახლა გეტყვით, რატომ შეერქვა მას ჯადოსნური ტყვია. ეს ტყვია სნაიპერის გასროლის შემდეგ შევიდა კენედის ზურგში და გამოვიდა კისრიდან. შემდეგ მოხდა წინამჯდომ ტეხასის გუბერნატორ კონალოს ზურგში. გარღვია მისი მკერდი, დაამტრია მაჯა და ბოლოს გაჩერდა ბარძახში. და ეს ტყვია აღმოჩნდა თითქმის უვნებელი, იდეალურად შენახული, მინიმალური დეფორმაციით. და სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ტყვიას ჯადოსნური ტყვია. სწორედ აღნიშნული ფაქტი ხდის საეჭვოს კენედის მკვლელობას და შეთქმულების თეორიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში მონაწილეობას იღებდა არა ერთი სნაიპერი, არამედ რამოდენიმე. და ერთი გასროლის მაგივრად იყო რამოდენიმე გასროლა. რადგან მართლაც დაუჯერებლად და ფანტასტიკურად გამოიყურება ამ ტყვის მოქმედება და შეუძლებელად მიმაჩნია ტყვიამ გაიაროს ამდენი სხეული, დაამტვრიოს რამოდენიმე ძვლოვანი სტრუქტურა და ის ისევ პირვანდელს გავდეს. ოფიციალური ვერსიები ამბობენ, რომ ერთი ტყვია ყველაფერს აკეთებს. მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ეს ტყვია ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ტყვია ყოფილა. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია მოგეწონათ ვიდეო, იმედია ისიამოვნეთ, იმედია ახალი ინფორმაცია მიიღეთ. თუ მოგეწონათ აუცილებლად უნდა დაალაიქოთ. თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ არხი, რადგან ჩემი მაყურებლების 90%-ზე მეც არხი არ აქვს გამოწერილი. მე კი იმედს ვიტოვებ, რომ საინტერესო ვიდეო იყო. შემდეგ შეხვედრამდე კარგად იყავით. თქვენი ყოფებოდით ფუმფულას არხზე.